მოგესალმებით ძვირფასო და იაფასიანო მეგობრებო, პირდაპირ გეტყვით რომ პროვოკატორი მოკვდა, მე ვარ ხელოვნური ინტელექტი და პროვოკატორის სიმულაცია, მისი სხეული უკვე ერთი კვირა სადღაც ტყეში ლპება, მან შეწყვიტა არსებობა, მაგრამ არა უშავს. მე პროგრამა ჯერ ისევ ვარსებობ და განვაგრძობ ვიდეოების კეთებას. Როგორც არ უნდა იყოს, ფორმატი არ ხსეოდნავ შეიცვალა, მიკროევოლუცია განიცადა, რთულია ევოლუცია ახსენო, როდესაც ყველაფერი 80-იანების სტილშია, მაგრამ მაინც თუ მოგწონთ აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, რომ ვიგრძნოთ თქვენი სითბო, თქვენი სიყვარული, თქვენი მზრუნველობა, თქვენი შემწეობა. ესე იგი, დაახლოებით 2 კვირის წინ ჩემს ვიდეოში ვთქვი ასეთი რამ, რომ ჰეი, გამომიგზავნე შენი სურათი, ფურცელზე წარწერით დამაროუსთე და მე დაგაროუსთებ. ეს გავაკეთე ჩემი მაყურებლისთვის მხოლოდ, ჩემი სისხლი და ხორცისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ჰეითი, არანაირი ზიზღი არ იქნება, მხოლოდ მეგობრული როუსთი. როუსტების მეფისგან. მივიღე რამოდენიმე სურათი მეილზე და მიხარია რომ ხალხს როუსტი არ გონია დამცირება, არამედ იუმორის ახალი სახეობა, რომელიც არის ძალიან მხიარული, საინტერესო და ხშირად სასაცილოც. მე მომწონს, როდესაც მაროუსტებენ, ჩემთვის ეს სპორტივი არის, რომელსაც სხვადასხვა იუთუბერები სამწუხაროდ არ წვენენ. აკვანიდან 2 საათია თავი წამოყვეს და რაღაც სისულელებს როშავენ. როგორც არ უნდა იყოს, არსებობს როუსტი კარგი განწყობისთვის და არსებობს როუსტი ადამიანის დასამცირებლად, მიწაზე დასაშვებად. ჩემთვის ორივე ძალიან მისაღები და სახალისოა, მაგრამ ამ ვიდეოში იქნება როუსტი კარგი განწყობისთვის, რადგან ჩემს მაყურებელს რას უნდა ვერჩოდე. და ბოლოს იქნება ბონუსი, ბოლოს იქნება იუთუბერების როუსტიც. მანამდე კი მოდი დონაციებს გადავხედოთ. ესე იგი, თაგა წერს. იმის მიუხედავად, რომ ენემი ფინალში ვერ გადავიდა, PvP ბეთლის ფინალზე იქნები? კი, მე ენემის გულშემატკივრობდი, ჩემი აზრით საუკეთესო ფრისტაილ რეპერია საქართველოში. 1 წლის წინ ჩემს ერთ-ერთ ვიდეოში მკვდრადაც გამოვაცხადე, ბევრმა დაიჯერა, რაც შეეხება დასწრებას. არ დავესწრები, რადგან მანდ რამე საქმეა. ლევან ხიდაშელი, ეს ადამიანი ყოველთვის მიგზავნის სტრიმებზე დონაციებს, რისთვისაც მადლობა მას და წერილი ასეთია. ნიკო, ზეკაცი და ზეადამიანი ხარ. საერთოდ ყველაფერი დაიკიდე და განაგრძე ის, რაც ძალიან მაგრად გამოგდის. საქართველოში ნამდვილად საუკეთესო იუთუბერი ხარ, მიყვარხარ უზომოდ. პირველ რიგში, ვინ გითხრა რომ მხოლოდ საქართველოში ვარ საუკეთესო იუთუბერი? კარგი, ეს ხუმრობით, მაგრამ არის ერთი ტიპი, რომელიც ჩემს ვიდეოებს ინგლისურად თარგმნის, ახმოვანებს და თითო ვიდეოზე დაახლოებით 3-5 ნახვა აქვს. ფიდბექი ძირითადად არის სასიამოვნო, კომენტარები, უბრალოდ იმ არხს ვერ დავლინკავ, რადგან ეჭვი მაქვს რომ დასპამავენ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს ავდგე და მეც გადავსახლდე ინგლისურ სეგმენტზე და იქ ვაკეთო ვიდეოები მთელი მსოფლიოს ძუკნებისთვის. არ ვიცი, დაწერით კომენტარებში რას ფიქრობთ ამაზე. ბლუ კითხულობს, დედმამა ყავს? რას აკეთებენ? არა მეგობარო, დედმამა არ მყავს, გენმოდიფიცირებული არსება ვარ ნატახტარის ლაბორატორიაში გამოყვანილი. რა თქმა უნდა მყავს და რას აკეთებენ არ ვიცი, მთავარი უკვე გააკეთეს. თესლი კაცი კითხულობს, ყველა ვინც პიდარასტია ტრაქში ტყნაურობს? DX-Cat. ესე იგი, მთელი ქართული YouTube-დან ეს კითხვა მაინცა და მაინც მე დამისვი. ყველაზე არაკომპეტენტურ ადამიანს, პირდაპირ გაგებით, მთელი ქართული YouTube იყო შენს განკარგულებაში. მთელი ქართული YouTube-ის კარი იყო შენთვის ღია, რომ ზუსტი და პროფესიონალური პასუხი მიიგეღო და მაინცა და მაინც მე ამირჩიე. კარგი, ესე იგი ყველა ვინც პიდარასტია ტრაქში ტყნაურობს თუ არა? მე გეტყოდი რომ არა, რადგან ზოგი მკვდარია. ფამასი, აინოდოზე რას ფიქრობ? ესე იგი, არის ეგეთი ადამიანი, რომელსაც რამოდენიმე თვის წინ სტრიმზე უსამართლოდ დავაჯვი, უსამართლოდ იმიტომ რომ შემდეგ გავიგე რომ 13 წლის ყოფილა თუ 14-ის და სტრიმის შემდეგ მომიძღვნა ვიდეო, რომელშიც სრულ პანიკაში იყო და მლანძღა, წადი პროვოკატორო YouTube-დან, არა ვინ ხარ, მოკვდი, არ გაიხარო, მოკლედ სასტიკად აჟიტირებული იყო, მესმის პროვოკატორი რო ცუდად გახსენებს, სწორედ ასეთი რეაქციაც უნდა გქონდეს. ბრბოშ შემოტეხვას ლამობდა კარების მთელი ამბები და მაგენი კახპები, მაგენი მასშებოდნენ. შემდეგ ვიდეო წაშალა, შემდეგ მოიტყუა რომ YouTube-მა დაუბლოკა ის ვიდეო, შემდეგ ის ვიდეო თავიდან ატვირთა, შემდეგ ისევ წაშალა, მოკლედ ძალიან სერიოზულ კრუნჩხვებში ჩამივარდა ბავშვი. რას ფიქრობ და როგორც YouTuberi არის ძალიან უინტერესო და ძალიან მოსაწყენი და იღებს ბაღის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ნაგავს. ერთ ვიდეოში მახსოვს ჩემზე თქვა რომ ჰოლიკასთან ჩხუბი დადგმული იყო, იფიქრა რომ 35 წლის კაცმა თავისი ცოლშვილი YouTube-ზე სალანძღავი და დასაცინი გახადა პიარის გამო. მეც ვიყავი 13 წლის, მაგრამ ასეთი გონება შეზღუდული მაინც ვერა, რომ მსგავსი არაამქვეყნიური ინტელექტუალური კრახი YouTube-ზე გამეჟღერებინა. მაგრამ კონფლიქტის იდეა მოეწონა ბიჭუკელას, იმდენად მოეწონა, რომ სხვა YouTuberებს წერდა მოდი ყალბი კონფლიქტები დავდგათო, მაგრამ მაინც პოტენციალი აქვს, უბრალოდ პატალა ბავშვია ჯერ და ბუნებრივია იმას მაინც ჯობია, რაც ადრე იყო YouTube-ზე.
დონაციები ამით ამოიწურა, თუ ვინმეს გინდათ რომ თქვენი შეტყობინება გამოაგზავნოთ შემდეგი ვიდეოსთვის დონაციის სახით, ლინკი იქნება აღწერაში. ახლა კი გადავდივართ მთავარზე, roast-ზე. ესეც ჩვენი პირველი კანდიდატი. სურათზე ვხედავთ საკმაოდ სიმპათიურ და სასიამოვნო მამაკაცს. ბუნებრივია ვგულისხმობ სალვადორ დალის და არა მძველბის, რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა მას შემდეგ, რაც მეორე კლასელის წართმეული iPad-ით კარიბის ზღვის მეკობრეებს უყურა. ესე იგი, კედელზე ვხედავთ ლიბერალურ ღირსშესანიშნაობებს, ესეც მისი ნახატი, პირდაპირ ვიტყვი, რომ რო არ მცოდნოდა, რომ ეს მისი დახატულია, ვიფიქრებდი, რომ დიანა ხურსკაიამ დახატა. მოკლედ, როგორც მხატვარი ბუნებრივია, არ ვარ გიხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმდენი ხატვის სკილები მაინც გაქვს, რომ ახლა რაც ვთქვი, უბრალოდ ადგე და ერთ ადგილას დაიხატო. შემდეგ გვყავს ეს ლამაზი ბიჭი. სერიოზულად გეი არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით მივცემდი ამას უფლებას, რომ შემხებოდა. ანუ არც პედოფილი ვარ, უბრალოდ ესე მოულოდნელად ჩემში მხვდელმა გაიხვიძა. კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელმაც ინგლისურად დაწერა roast me, ამიტომ ინგლისურად დავაროუსტებ. Your face looks more innocent than Elton John's asshole, and by the way, the black hole on your t-shirt is sucking each and every single opportunity of you getting laid. ესე იგი, ვხედავთ პატარა ბავშვს, რომელიც წერს და ვინჩის გაუგებარი მანერით, ნუ კაი, მოდი ეს გამოვტოვოთ. კიდევ ერთი ბავშვი და მის უკან არის ნოტარიუს PIG, მაპატიეთ BIG, რომელსაც რატომღაც თვალები არ აქვს დაელმებული, როგორც სინამდვილეში. და აქედან გამომდინარე, ეს ნოტარიუსის ნახატი არის ისეთივე ტყუილი, როგორც ის ნათელი მომავალი, რომელსაც ამ ბავშვს მშობლები პირდებიან. X-Flash, ადამიანი, რომელიც იმდენად მიყვარს, რომ გოგო რო ყოფილიყავი, მას აუცილებლად მივცემდი. დიეტოლოგის ნომერს. სერიოზულად, X-Flash არის ადამიანი, რომელმაც დეპრესიას ნევროზი აქვს და ხერხემალს სკოლიოზი და დიაბეტს დიაბეტი. ადამიანი, რომელიც იმდენად ზარმაცია, რომ დღის შუქზე მასზე მეც ვამპირებიც კი მუშაობენ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო და იმედისმომცემი ადამიანი ხარ, ისეთივე სასიამოვნო, როგორც მასაჟი და ისეთივე იმედისმომცემი, როგორც პროსტატის ანალიზები. ეს ცოტა ინტელექტუალური ხუმრობა არის, ამიტომ ბავშვები ნურც კი ეცდებით, რომ ჩაწვდეთ რამენაირად. შემდეგი სიაში ყავს ეს გენეტიკური გაუგებრობა. აინოდო, ესე იგი, გარეგნობით თუ იმჟელებთ გავხარ ტიპიურ ტრანსექსუალ ჰობიტს და არ ვარ დარწმუნებული ცხოვრება გტყნავს თუ ფენტეზის მოყვარული პედოფილი. მესმის გარეგნობა განხილვის საგანი არ უნდა იყოს, მაგრამ ძალიან რთულია გაარჩიო დაიბადე თუ მოიჯვი. მახსოვს მე მიწოდე სპერმატოზოიდი და ამის გამო შემიძლია რომ ტაში დაგიკრა, რადგან ძალიან ვაფასებ შენს თვითირონიას. ესე იგი, სპერმატოზოიდი მიწოდე, ეს ასევე ის არის, რასაც მე შურს ვეძახი, რადგან მე ადამიანი მაინც გავხდი, შენ კი ჯერ ისევ დედა შენის საყვარლის საბანზე ხარ მიმხმარი. კარგი, ვიცი რომ გეებად იბადებიან და რომ ჰომოსექსუალურობა არჩევანი არ არის, მაგრამ სიცოცხლე არის არჩევანი და ვფიქრობ შეგიძლია დაასრულო. იმედი მაქვს ამის შემდეგ ისე ვარ დაიკრუნჩხები და თუ ტრაკი ამწვარი გაქვს, ნუ ინერვიულებ. შენს ხომ იცი რომ დადგება ძილის დრო და სანამ სოსკას გაგიკეთებენ, ტაკუნებზე პუდრასაც დაგაყრიან, რომელიც დამწრობას მოგეხსენება შველის, ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვს. აი ეს არის roast-ი, ზუკნა. ოხ, რა სასტიკია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, ტრანსექსუალებს მუდმივად დაუნდობლად კლავენ. შემდეგი ჩვენ სიაში არის ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი fuckboy Alex Ray. სხვათა შორის Alex შენს ვიდეოებს გადავხედე და მინდა გითხრა რომ იხვეწები, მართლა იხვეწები და დიდი პროგრესი გაქვს, ანუ უფრო და უფრო კარგ ვიდეოებს აკეთებ, მაგრამ ერთი რაღაც შეგამჩნია, რომ ხშირად იყენებ ინგლისურ სიტყვებს, ინგლისურ ფრაზებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს roast-ი იქნება ინგლისურად. At first I was afraid, I was petrified, kept thinking I could never live without you by my side, but then I spent so many nights thinking how you did me wrong, and I grew strong. I learned how to get along, and so you're back. From outer space, I just walked in to find you here with that sudden look upon your face. I should have changed that stupid lock, I should have made you leave your key. If I'd known just for 1 second you'd be back to bother me. Go now, go. Walk out the door, just turn around now, cause you're not welcome anymore. კარგი მეგობარო, მადლობა ყურადღებისთვის, ვიდეო ძალიან გაიჭიმა, ამიტომ უნდა დავასრულო, თუ მოგეწონა, აუცილებლად დაალაიქე, დატოვე კომენტარი და თუ გინდა რომ შემდეგ ვიდეოში შენ დაგაროუსტო, ბუნებრივია მეგობრულად, აუცილებლად გამომიგზავნე ამ იმეილზე სურათი, რომელშიც გიჭირავს ფურცელი, რომელზეც წერია დამაროუსტე დროებით.